Art de France, Rosebud Productions და Lemonstri წარმოგიდგენთ დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ბელეროფონი, კაცი რომელსაც ღმერთად ქცევა უნდოდა. რეჟისორები ალექსანდრა ვილო-ბოფილსი, სილვენ ბერჟერი. ყველაფერი მკვლელობით დაიწყო. შემთხვევითი, თუმცა მაინც მკვლელობა იყო. მზე ჰორიზონტს მიღმა ჩაესვენა. ჰიპონოსმა მშვილდისარი მოიმარჯვა. ეჭვიარეპარებოდა ის ირემი იყო, რომელსაც ის და მისი ძმა ბელეროსი 2 დღე დასდევდნენ. ჰიპონოსმა სუნთქვა შეიკავა. ის არი გაფრინდა. და მაშინვე ყვირილის ხმა გაისმა. თუმცა ეს ცხოველის ხმა არ იყო. ადამიანის ყვირილი იყო. ჰიპონოსისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სხეული მიწას დაენარცხა და პირქვე დაემხო. ის ირემი კი არა, ადამიანი იყო. ჰიპონოსმა გვამს დახედა და მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი ძმა ბელეროსი იყო. სახეზე შეძრწუნება გამოეხატა. ყველაფერი დაკარგა. მას, ვინც საკუთარ ძმას მოკლავს, მხოლოდ თანამემამულეები არ დაგმობენ. ღმერთებიც დასწყევლიან. ამიტომ საკუთარი სახელი ჰიპონოსი აღარ უხსენებია. ის ბელეროფონი გახდა, რაც ბელეროსის მკვლელს ნიშნავს. ძმის დაკრძალვის შემდეგ ბელეროფონი მის საფლავზე დაწვა და მიწას დაშტერებოდა. როგორ მიიღო ღმერთებისგან პატიება, მით უმეტეს რომ ოლიმპოს მთაზე ვინმე აუცილებლად იტყოდა, ეს დანაშაული ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდაო. ვინ იყო ბელეროფონი? ის სინამდვილეში მოკვდავის შვილიშვილი იყო. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დამნაშავის, ძლიერი და მატყუარა სიზიფეს შვილიშვილი. ის ხრიკებისა და ტყუილებისთვის დასაჯეს. ზევსმა სიზიფე აიძულა უზარმაზარი ლოდი გორაკის მწვერვალზე აეტანა, საიდანაც ის მუდმივად გორდებოდა. ბელეროფონი თავგადასავლებზე ოცნებობდა, უდიდეს გმირებს შეჯიბრებოდა. თუმცა ახლა ყველაფერი დამთავრდა. მას აუცილებლად გააძევებდნენ. ბელეროფონმა თვალი უკანასკნელად მოავლო კორინთოს, მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი მამა გლავკოსი მეფობდა. ქალაქს, სადაც ისუფლის წული იყო. მან იცოდა, რომ კორინთოს კარიბჭე ახლა მისთვის სამუდამოდ დაიკეტებოდა. ადათი მოითხოვდა, რომ ნებისმიერი მკვლელი ქალაქიდან გაესახლებინათ. დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მანამდე ეხეტიალა, ვიდრე სხვა ქალაქი მის მიღებას დათანხმდებოდა და ვიდრე მეფე მას ცოდვებისგან განწმენდა. ასეთ მეფედ ბელეროფონი პროიტოსს მიიჩნევდა. პროიტოსი არგოლიდის ყურეში მდებარე ტირინთის მეფე იყო. იქნებ პროიტოსს დიდსულოვნება გამოეჩინა და სასახლეში მიეღო. ის ხომ კეთილ ხელისუფლად იყო ცნობილი. ბელეროფონი მასთან გაემგზავრა. ბელეროფონის თავსდამტყდარი ტრაგედიით შეძრულმა პროიტოსმა დარჩენა შესთავაზა. მეფემ ის სასახლის კარზე ყველას წარუდგინა, მათ შორის დედოფალ ანთეას. ბელეროფონმა ჯერ არ იცოდა, რომ პროიტოსი უნებლიედ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის შესავალს წერდა. ღამით, როცა ბელეროფონს ეძინა, კარი გაიღო. ოთახის სილუეტმა გადმოკვეთა და მის საწოლში ჩაეშვა. ეს დედოფალი ანთეა იყო. ბელეროფონი შეკრთა.
დედოფალმა გამოუცხადა, რომ სიკვდილამდე ეყვარებოდა და სახე კოცნით დაუფარა. მას ბელეროფონი დანახვისთანავე შეუყვარდა. ყმაწვილკაცს თავზარი დაეცა და უკან დახევას სცადა, თუმცა დედოფალი დაჟინებით მოითხოვდა, მოხვეოდა. ბელეროფონი აღშფოთდა. მას არ შეეძლო მეფის სტუმართ მოყვარეობაზე ღალატით ეპასუხა, ამიტომ ანთეას მოსთხოვა წასულიყო და აღარ შეეწუხებინა. დამცირებული დედოფალი წავიდა. მისი მოღუშული სახე ჭექაქუ ხილს მოასწავებდა. ცხადი იყო, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა. მეორე დღეს დედოფალმა საჯაროდ დაადანაშაულა ბელეროფონი გაუპატიურების მცდელობაში. ვაჟის პროტესტის მიუხედავად ის ყველამ დაგმო. მეფე პროითოსმა იგრძნო, რომ დილემის წინაშე იდგა, რასაც შეიძლებოდა ადამიანი გაენადგურებინა. მეფეს არ შეეძლო შეურაცხყოფის დაუსჯელად დატოვება, თუმცა არც სტუმრის საკუთარი ხელით მოკლა შეეძლო. ეს სტუმართმოყვარეობის წმინდა კანონებს ეწინააღმდეგებოდა. მათი დარღვევა ღმერთების რისხვას გამოიწვევდა. შემდეგ მეფეს ერთი აზრი მოუვიდა. პროითოსმა ბელეროფონის სიმამრთან ლიკიის მეფე იობატესთან გააგზავნა და თან წერილი გაატანა. ბელეროფონი მადლიერი იყო, რომ სასჯელს მსუბუქად გადაურჩა, ამიტომ დავალება სიხარულით მიიღო. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი მიჰქონდა. ბელეროფონი მეფე იობატესის კარზე ჩავიდა. იქ თბილად მიიღეს. სტუმარმა სასახლეში ყოფნის პირველი 9 დღე ზეიმსა და ნადიმში გაატარა. მხოლოდ მე-10 დღეს გადაწყვიტა იობატესმა წერილი გაეხსნა. ის რაც იქ ეწერა, შემაშფოთებელი იყო. გთხოვთ წერილის მომტანი სიცოცხლეს გამოასალმოთ. მან ჩემი ცოლის, თქვენი ქალიშვილის შეურაცხყოფას სცადა. წერდა პროითოსი. მაგრამ სიძის მსგავსად იობატეს ბელეროფონის სიკვდილით დასჯა აღარ შეეძლო. სტუმრის მოკლა ღმერთების რისხვას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, იობატესმა გამოსავალი იპოვა. მან ბელეროფონს დავალება მისცა. მოეკლა საზარელი ურჩხული ქიმერა, რომელიც მრავალი წელი ლიკიის სამეფოს შიშის ზარს სცემდა. ის ურჩხული ჯოჯოხეთის ყველაზე სასტიკი დემონების სასიყვარულო კავშირის შედეგად იყო შობილი. ბოროტარსებას 3 თავი ჰქონდა: ულმობელი ლომის, ცეცხლმოკიდებული თხის და ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის. ის ქიმერას სახელით იყო ცნობილი. ბელეროფონი დათანხმდა. არ შეშინებია, პირიქით, ღირსების დამტკიცების შესაძლებლობა მიეცა. ამ დღეს ხომ დიდი ხანი ელოდა. გმირობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. სურდა ლეგენდად ქცეულიყო. მისი სახელი პერსევსის სახელთან ერთად მოეხსენიებინათ, რომელიც ზევსის სასიყვარულო კავშირის შედეგად გაჩენილი ნახევარღმერთი იყო და დიდება მედუზა გორგონას თავის მოკვეთით მოიპოვა. ბელეროფონს ცეცხლოვანი ქიმერას დამარცხების გზა უნდა ეპოვა. თუ უკნიდან შეუტევდა, ქიმერას უზარმაზარი კუდი მოხვდებოდა. ბელეროფონმა გადაწყვიტა რჩევა ეკითხა. მისანმა უთხრა, რომ ურჩხულის დამარცხების ერთადერთი გზა ზემოდან თავდასხმა იყო. ამისთვის კი მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა: პეგასის დაჭერა და მოთვინიერება. პეგასი ზღაპრული ფრთოსანი რაში იყო, თეთრი ცხენი, რომელიც მუზებს ძალიან უყვარდათ და გაუხედნელად მიიჩნეოდა. პეგასი, როგორც იქნა ბელეროფონი თავისი კერპების, მამაცი პერსევსის, იასონის, ორფეოსისა და ჰერაკლეს გზას გაიმეორებდა. გაიგო, რომ პეგასი მუზებთან ერთად ჰელიკონის მთაზე ცხოვრობდა. ბელეროფონმა ყველა კუთხე კუნჭული მოიარა, მაგრამ ცხენის კვალს ვერ სადმიაგნო. გზებსა და ტყეებში დახეტიალობდა. ისევ არაფერი ჩანდა. საბოლოოდ
ერთ დილით ის ათენას ტაძარში აღმოჩნდა. დაღლილი სვეტის ძირში დაეცა და ჩაეძინა. ხშირად, როდესაც მოკვდავები ღრმაძილს მიეცემიან, ღმერთები მათთან სასაუბროდ მიდიან. ამჯერად ჭაბუკთან სიბრძნის ქალღმერთი ათენა მივიდა. და აი რა უთხრა მას. ფეხებთან საჩუქარს იპოვი. ის დაგეხმარება ღვთაებრივი პეგასი მოათვინიერო. გამარჯვების შემდეგ მადლობა პოსეიდონს, პეგასის მამას უნდა გადაუხადო და მის პატივსაცემად ტაძარი ააშენო. და ბოლოს ფრთოსან რაშს პირენეს შადრევანში იპოვი. წყალს იქ სვამს ხოლმე. როცა ბელეროფონმა გაიღვიძა, საჩუქარი მართლაც დახვდა. ხელში აიღო და ოქროს ლაგამი აღმოჩნდა. ბელეროფონი ქალღმერთის მიერ მითითებულ ადგილას მივიდა. პირენეს შადრევანთან. ეს იყო ჯადოსნური შადრევანი, პირენეს სრემლებისგან შექმნილი. პირენე იყო გოგონა, რომელიც მდინარესთან თავისი ვაჟის სიკვდილს გლოვობდა. ბავშვი შემთხვევით არტემიდამ მოკლა. ათენა მართალი იყო, პეგასი მართლაც იქ აღმოჩნდა. დიდებული თვალის მომჭრელად თეთრი რაში მშვიდად იდგა, თითქოს მას ელოდა. ბელეროფონი მიუახლოვდა და ოქროს ლაგამი ფრთხილად ამოსდო. ერთი წამით შეყოყმანდა და ცხენზე შეჯდა. პეგასი ყალყზე შედგა და ჭიხვინით ცისკენ აიჭრა. მაღლა აფრინდა და მალე ღრუბლებს ზემოთ აღმოჩნდა. ცხენი თავისუფლად მიუშვა. პეგასმა იგი ქიმერის ბუნაგისკენ წაიყვანა. გორაქსა და ხეობაზე გადაფრენის შემდეგ პეგასმა ჰაერში ფართო წრე შემოხაზა. ბელეროფონმა ქიმერას საშინელი სხეული დაინახა. პეგასი პირდაპირ ურჩხულისკენ დაეშვა. ბელეროფონმა მშვილდი მოზიდა და ისრები დაუშინა. ცხენი ჩლიქებს ქიმერას თავში ურტყამდა. სამწუხაროდ ბრძოლა უშედეგო იყო. ცხოველი უძლეველი ჩანდა. ისრები მის ტყავზე მინასავით იმსხვრეოდა. შემდეგ ათენას მიერ გამხნევებულმა ბელეროფონმა შუბის წვერზე ტყვის ნაჭერი დაამაგრა. როდესაც პეგასი კიდევ ერთხელ დაეშვა ქიმერასკენ, ბელეროფონმა შუბის საზიზღარ არსებას პირში ჩაარჭო. ქიმერამ ცეცხლი გადმოაფრქვია, მაგრამ ცეცხლმა ტყვია დაადნო, რომელიც ხელში ჩაეღვარა. ქიმერამ გავარვარებული ტყვია შთანთქა და დაიხრჩო. ბრძოლა დასრულდა. ბელეროფონს შეეძლო იობატესის სასახლეში გამარჯვებული დაბრუნებულიყო. ხალხი ჭაბუკს ადიდებდა და განმათავისუფლებელს უწოდებდა. უცნაურია, მაგრამ მეფე იობატეს დიდი სიხარული არ ეტყობოდა, არც მადლიერება გამოუხატავს. პირიქით, განაწყენებული ჩანდა და საფუძვლიანი მიზეზიც ჰქონდა. ბელეროფონი იმ შეურაცხყოფისთვის უნდა დასჯილიყო, რომელიც სიძესა და ქალიშვილს მიაყენა. შემდეგ ბელეროფონს მოსთხოვეს ებრძოლა უძლეվել სოლიმებთან, სისასტიკითა და ველურობით ცნობილ ტომთან. ჭაბუკი კვლავ საბრძოლველად გაემართა. ახლა მას ვეღარაფერი შეაშინებდა, მას შემდეგ რაც წარმოუდგენელი შეძლო და ქიმერა მოკლა. ერთგული პეგასის დახმარებით ბელეროფონმა
ბარბაროსების დამარცხება მოახერხა. ნანგრევებად ქცეული ასობით გვამით სავსე ბრძოლის ადგილი გამარჯვებულმა დატოვა. იობატესი ყურადღებას არ ადუნებდა. ამ კაცის ნამდვილ წარმომავლობაზე დაიწყო ფიქრი. ის გლავკოსის ვაჟი იყო, მაგრამ ზოგი ამტკიცებდა მისი ნამდვილი მამა პოსეიდონი არისო, ზღვებისა და ოკეანეების მბრძანებელი. თუ ასე იყო, ბელეროფონი ღვთაებრივი ბუნების ყოფილა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის უნდა მომკვდარიყო. როგორც კი ბელეროფონის სასახლეში დაბრუნდა, იობატესმა ამორძალებთან საბრძოლველად გაგზავნა. ამორძალები სისასტიკით განთქმული მეომარი ქალები იყვნენ და მოსახლეობას აშინებდნენ. მათ შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობდა. ამბობდნენ ისინი ომის ღმერთის, არესისა და ნიმფა ჰარმონიის შთამომავლები არიან. მამრობითი სქესის შვილებს დაბადებისთანავე ხოცავენ, აკოჭლებენ ან აბრმავებენ, რომ მსახურებად გამოიყენონო. ასევე ამბობდნენ ისინი მარჯვენა ძუძუს იჭრიან, მშვილდი უფრო მოხერხებულად რომ მოზიდონ და ბრძოლაში უძლეველნი იყვნენო. ეს ყველაფერი ბელეროფონს სულაც არ აშინებდა. ფრთოსან პეგასზე ამხედრებულმა ამორძალები გაანადგურა. დაბრუნებულს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მთელი ლიკია აღფრთოვანებული იყო. ყველა ქებადიდებას უძღვნიდა. ყველა იობატესის გარდა, რომელიც პირქუშად გამოიყურებოდა. მეფეს არც უფიქრია ბელეროფონისთვის მადლობა გადაეხადა. პირიქით, მის დასაპატიმრებლად და მოსაკლავად საუკეთესო ჯარისკაცები გაგზავნა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ბელეროფონმა მეფის ჯარისკაცები დახოცა და იობატესთან გაიქცა, რომ ახსნა განმარტება მოესმინა. იობატესი დანებდა. ახლა მიხვდა, რომ პროიტოსი ცდებოდა, როცა ანთეას გაუპატიურების მცდელობის შესახებ წერდა. ბელეროფონს პროიტოსის წერილი აჩვენა, სადაც მისი მოკვლის ბრძანება ეწერა. შემდეგ კი თავმდაბლად თავი დაუკრა. ბელეროფონი ბედნიერი იყო. ადამიანი, რომელმაც შეძლო პეგასის დახედვნა, ქიმერების დამარცხება, სოლიმების განადგურება და ამორძალების განდევნა, მხოლოდ ღმერთის შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეჭვგარეშეა ბელეროფონის ძარღვებში ზღვის ღმერთის, პოსეიდონის კეთილშობილი სისხლი ჩქებდა. იობატესი უფრო შორს წავიდა. მან ბელეროფონს სოლად თავისი ქალიშვილი მიათხოვა და მემკვიდრედ გამოაცხადა. ეს ამბავი საბერძნეთში სწრაფად გავრცელდა. ბელეროფონი ნახევარ ღმერთი იყო. ღმერთ პოსეიდონის ვაჟი, დიდებული პეგასის ძმა. ბელეროფონი ქებას კმაყოფილებითა და სიამაყით იღებდა. ამბიციაც დაიკმაყოფილა და მიზანსაც მიაღწია. თუმცა დედოფალი ანთეა, რომელმაც მას ცილი დასწამა, მაინც უნდა დასჯილიყო. ამაზე პეგასს უნდა ეზრუნა. ფრთოსანი ცხენი ტირინთისკენ გაფრინდა, სადაც დედოფალი იმალებოდა მას შემდეგ, რაც თავისი შეთქმულების ჩავარდნის შესახებ შეიტყო. დაღამებისას ანთეამ სასახლე დატოვა. სწორედ ამ დროს პეგასი მიფრინდა და ანთეას გასეირნება შესთავაზა. ანთეამ შეთავაზება მიიღო. პეგასმა ის ზღვისკენ წაიყვანა.
მაგრამ როგორც კი ტალღებს ზემოთ მოექცა, ის არივით მაღლა აიჭრა. დედოფალი შიშმა შეიპყრო და სასოწარკვეთილი ფაფარს ჩაეჭიდა. პეგასმა მიმართულება შეიცვალა, ჰაერში გასწორდა და შემდეგ ისევ ზემოთ აიჭრა. ამჯერად ანთეამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ცხენიდან ჩამოვარდა. ბელეროფონი კმაყოფილი იყო. მეუღლემ მეფე იობატესის ქალიშვილმა მას 3 შვილი აჩუქა. იობატესის სიკვდილის შემდეგ ბელეროფონი ლიკიის ტახტზე ავიდა, თუმცა შეცდა. საბედისწეროს შეცდომა დაუშვა. რაც უფრო ხშირად აწერდნენ მის გმირობებს პოსეიდონთან ნათესაობას, ბელეროფონი მით მეტად დამცირებულად გრძნობდა თავს. მას სულდა ღვთაებრივ მამასთან კავშირი, რომელიც თავს მოხვეული იყო და ხელს უშლიდა, რომ ეღიარებინათ ისეთ ადამიანად, როგორიც მართლაც იყო. გარდა ამისა, ბელეროფონს ამ სისულელის არ სჯეროდა. მისი მამა არ იყო და არც არასდროს ყოფილა ღმერთი. ის არც პოსეიდონის შვილი იყო, არც აპოლონის და არც ზევსის. მამამისი, გლავკოსი, ჩვეულებრივი მოკვდავი იყო. ბელეროფონი გამარჯვებებს მხოლოდ საკუთარ უნარსა და გამბედაობას უმადლოდა. იმისთვის, რომ ყველას სცოდნოდა, ხმამაღლა და მკაფიოდ გამოაცხადა, რომ ღმერთებს ადამიანთა ბედი არ ეხებათ, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ცრურწმენაა. ღმერთები მის სახელოვან საქმეებში არ ჩარეულან. ის, ბელეროფონი, მოკვდავის ვაჟი, ისეთივე ძლიერი და მამაცი იყო, როგორც ნებისმიერი ღმერთი. ქურუმები ბელეროფონის დამშვიდებას ცდილობდნენ, ევედრებოდნენ მკრეხელური სიტყვები უკან წაეღო. ამან ბელეროფონი განარისხა. პოსეიდონის ტაძარში სვეტები ერთმანეთის მიყოლებით დაამსხვრია. ღმერთები არაფერს წარმოადგენენ, იმეორებდა ის, ჩემი გამარჯვებები ჩემია და მხოლოდ ჩემი. გესმით? მხოლოდ ჩემი. გაბრაზებულმა ბელეროფონმა ახალი რამ მოიფიქრა. წარმოუდგენლად გიჟური რამ. თუ მას ღმერთივით პატივს სცემდნენ, მაშინ მისი ადგილი ღმერთებს შორის უნდა ყოფილიყო, ოლიმპოს მთაზე, უკვდავებთან ერთად. ბელეროფონი პეგასზე ამხედრდა და ოლიმპოს მთისკენ გაფრინდა. ეს მისი უკანასკნელი მგზავრობა აღმოჩნდა. ღმერთებს ძალიან უყვართ გმირები, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი ადამიანებისთვის დაწესებულ ჩარჩოებში დარჩებიან. როგორც კი პეგასი ცაში აიჭრა, ზევსი თავისი სასახლიდან გამოვიდა. ის ყურადღებით დააკვირდა მხედრის აღკაზმულობას. შემდეგ თითები გაატკაცუნა და პეგასისკენ მწერი ბორა აფრინა, რომელსაც ყველაფერი უნდა დაესრულებინა. მწერმა პეგასი დანესტრა. გამწარებულმა ცხენმა სალტო გააკეთა და ზემოთ აიჭრა. ბელეროფონი ცხენის ზურგიდან გადმოვარდა. დაშვება შთამბეჭდავი იყო. ძირს დანარცხება კი დამანგრეველი. ბელეროფონი ეკალბარდებში ჩავარდა და თვალები დაეთხარა. მკვდარიც კი ეგონათ. მაგრამ არა. ზევს მისი მოკლა არ სურდა. ღმერთების მეფე მიიჩნევდა, რომ სიამაყის ცოდვისთვის სიკვდილი ძალიან მსუბუქი სასჯელი იქნებოდა. როდესაც ხეიბარმა ფეხზე წამოდგომა შეძლო, ის ბრმა და კოჭლი იყო. გაოგნებული და დაქანცული ბელეროფონი ერთ-ერთ გზას დაადგა და კოჭლობით გაუყვა. არავინ იცის, სად წავიდა ბელეროფონი. არც ის სიცოცხლე როგორ დაასრულა. ბოლოს ის დაივიწყეს
და დღემდე არავის სმენია იმ კაცის შესახებ, რომელიც დაჟინებით ცდილობდა გმირად შეერაცხათ და მისი სახელი ლეგენდად ქცეულიყო. კაცის შესახებ, რომელიც თავს ღმერთების თანასწორად აცხადებდა.